უცნაური კანონები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაწილი მეორე. მერილენდის შტატის ქალაქ როკვილში მანქანის გზატკეცილზე მართვის დროს უცენზურო სიტყვების გამოყენება დანაშაულია. ნიუ-ჯერსის შტატში მძიმე დანაშაულის ჩადენისას ჯავშა ჟილეტის ტარება ცალკე დანაშაულს წარმოადგენს. პენსილვანიაში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მკითხაობა, ტაროს გაშლა ან შელოცვების გაკეთება მსუბუქი დანაშაულია. დასავლეთ ვირჯინიის შტატში აკრძალულია გარეულ ცხოველებზე სანადიროდ ქცვინის გამოყენება. ხოლო ვირჯინიაში აკრძალულია რენტგენის აპარატის გამოყენება, იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად გაქვთ ფეხსაცმელი მორგებული. ილინოისის შტატში $300-ზე მეტი ღირებულების სალამანდრების ფლობა მძიმე დანაშაულია. ინდიანაში აკრძალულია შიშველი ხელებით თევზის დაჭერა. მიჩიგანში სამგზავრო მატარებელში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა სამართალდარღვევაა. მინესოტაში აკრძალულია ღორის დაჭერისა და ინდაურების დევნის შეჯიბრებები. ვისკონსინის შტატში თოვლის კუნდა კლასიფიცირდება როგორც ჩურვი, შესაბამისად მისი საჯარო ადგილას სროლა დანაშაულია. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდები. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი კანონია უფრო უცნაური.